ვივარჯიშე გამოვდივარ, უნდა წავიდე ბატონ დანიელის გამოსაყვანად და აი დრო მაქვს რომ გითხართ მოკლედ მოგეხსენებათ მე მქონდა კვლავ მაქვს კვებითი აშლილობა იგი და რა შევამჩნიე უფრო ადვილი არის ჩემთვის რომ აი ესე დავიცვა არ ვჭამო ვიდრე აი მაგალითად თვეში ერთხელ ვარღვევ ხოლმე ხო რომ მადლობას ვიხდი ჩემ თავს იმის გამო რომ თავშეკავებული იყო და რა ხდება ძალიან რთულია დაღვევის შემდეგ კვლავ რეჟიმში ჩადგომა და ნახეთ აი ეს კი არასწორად ვაკეთებ დღეს რაც გავაკეთე ანუ წესდარიგით ერთი დღე უნდა დამერღვია და დღეს მესამე ანუ სამჯერ დავარღვიე გადავაბინახეთ აი ვეღარ ვჩერდები გესმით დავარღვიე ვეღარ გავჩერდი ნახეთ რა გავაკეთე ესე იგი საპირისპირო გავაკეთე იმისა რასაც გავაკეთებდი პირველ რიგში თუ ჩემ ვიდეოები არ გინახავთ თუ რატო ხდება კვებითი აშლილობა და ასე შემდეგ რა წინაპირობა არის ახლავს ამ ყველაფერს და კიდე როგორ ასე თუ ისე გაუმკლავდეთ ამ ყველაფერს მოკლედ აი ეს ორი ვიდეო ნახეთ ყველაფერი ასე თუ ისე დეტალურად არის ახსნილი და მოკლედ დღეს რა გავაკეთე საპირისპიროდ ესე რომ დავარღვევდი ხოლმე და აღარ მივარჯიშებდი ერთი დავარღვიე იმასაც დავარღვევ დღეს მაგალითად დავარღვიე ერთი თქვი არა ხო დავარღვიე ისევ დღეს წესდარიგით მესამე დღეს აღარ უნდა მეჭამა მივირთვი ისევ ნამცხვარი და თქვი ხო დავარღვიე კარგი რას ვაკეთებ აი ვწერ აფირმაციებს არ ვწერ იმიტომ რომ აი მაგალითად რაღაცა მოუვიდეს ჩემ ცხოვრებაში არა მე რო გავხდე ის რაც მე მინდა ამიტომ წერ გესმით ამიტომ აფირმაციების სრულები სწორად დავწეროთ ხოლმე და ნახეთ რა გავაკეთე დავიწყე ჩვენ წიგნი წავიკითხე ყველაფერი და ჩავდი სავარჯიშოდ ესე იგი დამიჯერეთ როდესაც ჯანსაღად იკვებები უფრო ადვილია ვარჯიში ვიდრე როდესაც ნამცხვარი და ხაჭაპური გაქვს ნაჭამი აი ეს ხაჭაპური უკვე აღარ შემეძლო ეს ხაჭაპური გრძნობდი თითოეულ სიმძიმეს გრძნობდი ხაცომის სიმძიმეს გრძნობდი და აი აღარ შემეძლო არ შემეძლო ვარჯიში და რა უნდა გამეკეთები და ან ვარჯიშზე უნდა დამანებებინა თავი ან არა და ხაჭაპური არ უნდა მეჭამა და ნამცხვარი და რა ვერჩი არ ვჭამო აი იმდენად დამამძიმე ვარჯიშის დროს ამ ხაჭაპური გრძნობ იმდენად ამეთქვი არ მინდა და რატო იმიტომ რომ არ მიხერს იმიტომ რომ აი სიბსუბუქე მინდა ვარჯიშის შემდეგ რომელსაც გრძნობ ჩემ თავის კმაყოფილება რომ თავი პატივისცემა თუ გინდათ სხვისგან მიიღოთ საკუთარ თავს ეცით პატივი შეუსრულეთ თითოეული სიტყვა დისციპლინაში ამყოფეთ ოღონდ დისციპლინა ნახეთ აი მაგალითად мотивация არა мотивация მიდის და მოდის consistency სისტემატიურობა ჩამოწერეთ წინა დღეს ჩამოწერეთ ხოლმე რა უნდა გააკეთოთ მეორე დღეს და რაც უნდა გააკეთოთ იმავე დღეს გააკეთეთ ხოლმე ხოდა მაგარი მასკნა და იგივე გაიმეორეთ მეორე დღესაც მოგცემ ახლა დედი ის კი თავარი არის სილამაზის ხოვლისთვის არის ვარჯიშოთ სილამაზისთვის არის ვარჯიშოთ ივარჯიშეთ წარმატებისთვის ივარჯიშეთ საკუთარი თავის გაწვრთნისთვის ივარჯიშეთ საკუთარი სხეულის სურვილების დამორჩილებისათვის უпростоრად სიამოვნების დამორჩილებისათვის სიამოვნება შეცვალეთ ნახეთ კვებითი და ასეთი ცხოველური სიამოვნება შეცვალეთ სულიერი სიამოვნებით როგორიც არის საკუთარი თავის გაზრდა შესრულებული საკუთარ თავისთვის მიცემამდე შესრულებული კი პირობა ესე იგი ამას წინათ ვიყავი დედაჩემი ყავით და დაუნთაუნში და იქ ერთი პარკი იყო ეს ვიდეო ჩავწერე უკვე ვისაუბრე ახლა ხელმეორედ მომიწევს საუბარი იმიტომ ტყუილებს წაიშალე შეიძლება დავლიო კი დედი მივიდი ისა დალი ხო და ჯერ პირი გამიხედ და ესე იგი შევედი
შევედით პარკში, დეჭებს აგრესიული იყო და რო გამესიერნებინა და შევედით და იქ იყვნენ ეს ნაკომარები ისხდნენ და უყურებდი ეს გაქცეული საუბრობდნენ და ვის გაურბოდათ პირი ასე სხეულს ვერ იმორჩილებდნენ ხელი სადღაც გარბოდათ მიმიკა მოკლედ ეგონათ რა ესე ძალიან საუბრობდნენ თუმცა ხა საერთოდ კავშირი არ ქონდა სხეულთან გონი სხეული ყველაფერი ძალკეო და დაშლილი მარტი მომრავლებად სული კიდე საერთოდ იყო იქ ეხლა მე შენწეგლი გაჩერდებოდა არაჩვეულებრივი საერთოდ რაგან მადლობა რაგან სხვა არის მეთქი აი ამ ადამიანებსა და ჩემს შორის ანალოგიურ დახმარებაზე არიან ანალოგიურად არც მე არ მაქვს სახლი უსახკარო ვარ ანალოგიურად უსახკარონი არიან ანალოგიურად ტკივილს შეიძლება უფრო მეტი ტკივილიც მაქვს გადატანილი მე არ ვიცი შეიძლება მათ კაცში მარიცის ხო და განსხვავება არ არის ანუ ანალოგიური თანხა ერიცხება იმათაც და მეც ყოველთვიურად ერთადერთი განსხვავება ის არის რომ მე ტკივილს ჩაჯდომა გადავწყვეტე და საკუთარ თავის განკურნება ანუ მე ავირჩიე ტკივილით სწავლა და მივხვდი იმას რომ უბრალოდ ტკივილისთვის კი არ ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში არამედ რომ მესწავლა სხეულისენა არის ტკივილისენა რომ მესწავლა და გამختارიყავი საკუთარი თავის უკეთესი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია მე რომ მოტონილი მაგრამ სიმშვიდით დავკავშირებ ყველაფერი კარგად არის და სიმშვიდით დავკავშირებოდი ჩემს სულს იმიტომ რომ სულის ენა სიმშვიდის ენა არის თუ მშვიდად არ ხარ საკუთარ სხეულში ვერ გაიგებ სულის ხმას საკუთარი მესხმას საკუთარი მაღალი მესხმას აქედან გამომდინარე ამის შენ გეცერთი და მე თუ შემწა აი ზოგი ამბობს ხოლმე შენ მე ვირჩევ ამ ყველაფერს მე ვირჩევ რომ მოვასწრო მე ვირჩევ რომ სწორად გადავანაწილო დრო მე ვირჩევ რომ კი დღეს დავარხვიე მაგრამ სისტემა არ ჩამოვშალე უნდა მევარჯიშა უნდა წამეკითხა წიგნი უნდა გამეკეთებინა ეს ყველაფერი მაინც გავაკეთე და აღარ მინდა დარღვევა ეს რო აღარ გამეკეთებინა მე ისევ გადავაბაბდი ამ დარღვევას ისევ მე ჩემ თავზე გავხიზიანდებოდი დაინგრეოდა რაღაცა და მე ისევ მომიწევდა აშენება თავიდან მადლობთ აი ეს აღარ მინდა უპირობო სიყვარულში სიმშვიდეში მინდა ანუ მე და იმ ადამიანებს შორის ერთადერთი განსხვავება არის ის მე ვღებულობ ჩემ ცხოვრებას, ჩემ თავს ისიც როგორც ტკივილიანს თუ ასე შემდეგ, რაც გამოვიარებ, ყველაფერს ვღებულობ. ვისწავლე და ვცვლი საუკეთესოდ ვიქცევ აზრყოში, საუკეთესო მომავლის მისაღებად. აი ეს არის ერთადერთი განსხვავება ჩემსა და იმ ადამიანებს შორის. ამას წინათ მოდიოდა დედა და ორ ბავშვთან ერთად და შემთხვევით ვერ შეამჩნია ტოტი და თავი მიერწყა ტოტს და ვთქვია ხო ეტკინა და ვთქვი რომ აუცილებლად ერთ-ერთ შვილს ტკივილს გადასცემს მეთქი და როდესაც რასაც ეძებ წამებში პოულობ რაც კიდე ეგრევე ისიდავ და რაღაც არასწორად დადგა ფეხი ბავშვი დაუყვირა იქ როგორ იყო კი ჩავარდებოდიო ან ტკივილი წამებში გადასცა ბავშვმაც არ იცის თავდაცვა და ტკივილი დედისგან მიიღო დედა შეუცუბუქთა ტკივილი ბავშვი ტკივილში დარჩა ეზე მაისლი მაინდოჩა იცოდეთ ტკივილი კი არ გადავცეთ ერთგანზე потому что трудно багаж დაჯექი ტკივილში და განიკურნე ღაძიზეც საკამნი რო არ იყოთ არ თქვენმა სხეულმა ბოლოს არ დაშალოს საკუთარი თავი მარტივ მომრავლებად მიყვარხართ ხედავთ მე როდო მომიმასქენით ცარიელი ქონდა მიიღეთ საკუთარი თავი და გაზარდეთ საუკეთესო აწყვას შესაძლებელი